მოგესალმებით, ტრადიციული წყვილი, უცვლელი სტუმრით და ისევ ინკოგნიტოს ახალ პავილიონში სტუმრად. ინკოგნიტოლები ლიზის და მარიამ ძირკვაძეების საპატიო სტუმარს წარმოგიდგენ. სანამ ქალბატონ მედიას წარმოგიდგენთ, მინდა გითხრათ, რომ მისი ხშირი სტუმრობა და დადებითი შეფასებები სოციალურ ქსელში კომენტარის სახით ძალიან გვაბედნიერებს. დიდი შეამოვნებით. ჩვენც მოგესალმებით, ინკოგნიტოს გადამცემის ახალი წყვილი, სესიი და თეკ. მოგესალმებით. მიხარია რომ კვლავ შევხვდით ერთმანეთს. მიხარია უკვე ესეთი გაზრდილები ხართ, დიდი გოგონები ხართ, არა მარტო გარეგნულად, არამედ დარწმუნებული ვარ, რომ უკვე ჩამოყალიბდით, დაიხვეწეთ და უკეთესობისკენ წარიმართა თქვენი მოღვაწეობა. სესილი, იცი ქალბატონ მედიას ლექსებს რომ მოსვნე, მეც მომდა წაგიკითხათ. დიდი მადლობა მოწვევისთვის. სასიამოვნოა ახალ გარემოში. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო მედიას. ეს ლექსი, რომელიც მე დავწერე, ეს არის მე ლექსის მოსვლას ჩემთან მუზის უბრალოდ სტუმრობას ვეძახი. დედა სიკეთის მოციქულია, დასათნოება ნაბოძიზესის. ღვთაების გრძნობით აუცილი თასი გადმოდენილი მიწაზე წვენი. შვენიერ წამს და აი ამაზე მაქვს ლექსი დაწერილი. ალერსიანი სიო ზაფხულის, ვით აღმაფრენა ოცნების ფრთების, მზის სხივი ნაზი ალერსიანი მოსყვარულე სამყაროს შექმნის. სანამ ჩვენი უფროსი კოლეგები, ხო სესილი, მეც გამახსენდა. ხარული ვარ. მადლობა მინდა გითხრათ ქალბატონო მედია, იმ არქივისთვის, რომელიც ჩვენს ტელევიზიას თქვენი სტუმრობაა. ერთი გაოცებულება ნამდვილად როგორ ახერხებს ამდენი ეს თვითეული წუთი გამოიყენოს ისე რომ არ დაკარგოს. არ ვიცი მე ვეძახი მანჩოს აქაც მე ვარ, იქაც მე ვარ, იმიტომ რომ გავეხედავთ ჩაწერა გადაცემა იმ წუთას მიდის სადღაც მიემგზავრება იმერეთში, მე ხეს გვიქნევს რომიდან ამსტერდამიდან ხანსად მოგზაურობს, მე ესევ ჩაწერები, მე ესევ შეხვედრები, ფოტოები, საოცარია. აი ეს თვითონ თქვენი პედაგოგი, ეს არის თქვენთვის ძალიან დიდი სტიმული და ძალიან დიდი мотиваცია. ვფიქრობ, ჩვენი გადაცემის დრო იწურება და ის დღე დაგვრჩენია, მადლობა გადაგიხადოთ. არ ვიცი რა ხდება იმ დროს, რა ძალით მეწვევა მუზა, ხელში ავიღებ კალამს და ვწერ ლექსს. ვცდილობ შეგრძნება მშვენიერ წამეს, მადლიერებით გავითავლეს. ლაჟვარდზეცაზე ამღერებული ცისკრის ნათება შემოვახვიო. ზღვაში ჩაწირო დიდუმალებას, გრძალვით გავანდო ჩემი სურვილი და მორევლივე მომხიბლელობით ათინათებად მოხვდო დუმილი. გრუბლებს კალთებზე ამოუქარგო სულში მთრთოლავი გარიშრაჭება. მერე მთელი დღე გრძნობით ვატარო და აღმაფრენით ვითარცმანე. კიდევ ერთი წარმატებული პროექტის სახით მშვენიერი სასიამოვნო გადაცემა შევთავაზეთ მაყურებელს. ანონს ძალიან მალე შემოგთავაზებთ და გარდა ანონსისა აუცილებლად შემოგთავაზებთ ფოტოკოლაჟს, რომელიც დიდ სიამოვნებას მოგანიჭებს თქვენს, ჩვენს მაყურებელსაც და რაც თავარია ჟურნალისტებსა და რესპონდენტებს. ქალბატონი მედიას სტუმრობა ჩვენთვის ყოველთვის დიდი ბედნიერებაა. უღრესი მადლობა კიდევ ერთხელ ქალბატონი მედია და მე ვფიქრობ, რომ თქვენი თაობის წარმომადგენლები იმდენად ძვირფასები და იმდენად დასაფასებელი პიროვნებები ბრძანდებით, ძალიან ხშირად მინდა ხოლმე ჩემს პატარებს შეხვედრა გქონდეს თქვენთან და ისწავლონ ის ნიუანსები, რომელიც დღეს სამწუხაროდ სოციალურმა ქსელმა სრულად წაშალა. მეთანხმებით ხო ამაში და დიახ და ამიტომ მე ჩემი დიდი მონდომებით მე ვცდილობ, რომ აუცილებლად ის ადამიანები, ვინც ჩვენ პატივისცემას იმსახურებენ, აუცილებლად ხშირად უნდა მოვიწვიოთ და მე ვფიქრობ, რომ თქვენი დიდი წვლილია ჩადებული მარიამის და ლიზის გაზრდაში, იმიტომ რომ მათმა შეძლეს და მე ვფიქრობ, საუკეთესო წამყვანები დაბრჩა თქვენი გადაცემების წყალობით. უღრესი მადლობა ამისთვის თქვენ. უპირველესად თქვენი წყალობით, იმიტომ რომ შრომა. ესეთ შრომას მიაჩვიეთ, დაიხვეწენ ბავშვები და მართლა მოხარული ვარ. იმიტომ თითოეული მოჩემი მოსვლისას ვიგრძნობება უკვე, როგორ ჩამოყალიბდნენ, როგორ საუბრობენ, როგორ სვამენ კითხვას, როგორ კითხულობენ ლექსს და ეს მახარებს.
დიდი მადლობა მოწვევისთვის. გეწვევით მუდამ და მუდამ, როცა ეს ამის საშუალება გექნებათ, მექნება და გავაგრძელოთ ჩვენი მოღვაწეობა. უმეტესი მადლობა ამ დღისათვის. მადლობა თქვენ.